ბოლო-ბოლო უნდა მოვკლათ თუ არა ეს ეგო. ხშირად გვესმის, რომ ეგოს გამო უნდა გავთავისუფლდეთ. და როგორც წესი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ ხოლმე, აი ენაშიც კი რაღაცნაირად უარყოფითად არის ეს სიტყვა ჩაშენებული, ეგოისტი, ეგოცენტრული. რა უნდა მოვუხერხოთ ეგოს? იმისთვის რომ ამაში გავერკვიოთ, ჯერ საერთოდ გავიგოთ რა არის ეგო. ეგო არის ჩვენი სამყაროსთან ურთიერთქმედების შინაგანი მექანიზმი. ანუ ის გვეხმარება ხაზი გავავლოთ საკუთარ თავსა და სხვა ყველაფერ დანარჩენ შორის. ანუ ეგო რომ არ მქონდეს, მე ვერ გავიგებდი განსხვავებას საკუთარ თავსა და რავი, აი ამ რაღაცას შორის პირობითად. და ანუ ხომ წარმოგიდგენიათ საერთოდ რას უზავდა ეს ჩემი თვითგადარჩენის უნარს. ანუ სასწაულად დაადაბლებდა. ამიტომ ეგო არათუ კარგია, არამედ სასიცოცხლო დაუცილებელია, მის გარეშე ვერ ვიქნებოდით, ანუ ჩვენ ვერ ვიქნებოდით. ეგო მაშინ ხდება პრობლემა, როცა ჩვენი თავი გვგონია მარტო ეგო და მეტი არაფერი. რაც პრინციპში ძალიან მარტივია რომ გვეგონოს, იმიტომ რომ ეგო ძალიან დამაჯერებლად თამაშობს ჩვენს როლს. ამ დროს საკუთარ თავს, საკუთარ პერსონაჟს აღვიქვავთ ძალიან გამძაფრებულად და ყველანაირი უარყოფითი იმპულსი, რაც გარემოდან შეიძლება შემოვიდეს, ძალიან გულზე გვხვდება. რაც შესაბამისად შემდეგ უკვე იწვევს ტანჯვას, იმიტომ რომ იმან ეს რატომ მითხრა, ამან ეს როგორ გამიკეთა, მოკლედ მე, სულ საკუთარ თავზე არის კონცენტრაცია. თუმცა თუ შევძლებთ რომ საკუთარი თავისგან ეს ეგო გავმიჯნოთ, რაც ძირითადად მედიტაციის მეშვეობით ხდება ხოლმე, მივხვდები რომ მე არ ვარ მხოლოდ ეს პერსონაჟი თაკო და ვარ ცნობიერება მის უკან, რომელზეც ამ პერსონაჟის როლს თამაშობს დროებით. და ეს დისტანცია ჩემსა და ჩემს პერსონაჟს შორის მეხმარება და მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პერსონაჟი შევცვალო როგორც მომინდება. აი მაგალითად, როდესაც role playing თამაშებში ვქმნით საკუთარ პერსონაჟს და რა ატრიბუტიკებსაც გვინდა იმას მივანიჭებთ, ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს ესეც. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია ეს. ფაქტიურად ვქმნით მოქნილ და დამყოლ ეგოს, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში შევცვალოთ სურვილისამებრ. პარალელურად მცირდება ტანჯვა, რადგან როდესაც ეს უარყოფითი იმპულსები შემოდის ჩვენში, პირადად აღარ ვიღებთ. ხვდებით, რომ ეს არის იმ პერსონაჟისკენ მიმართული და არა ჩვენსკენ. და ეს პერსონაჟი კიდე ძალიან ცვლადია. ამიტომ ეგოს მკვლელობა არ არის აუცილებელი, კი არა და ძალიან მეჭობა ვინმეს გამოგივიდეთ, თუ გამოგივიდათ, რა ვიცი, შემეხმიანეთ. ჩვენი მიზანია რომ შევქმნათ დრეკადი და ელასტიური ეგო, რომელსაც სურვილისამებრ მივანიჭებთ იმ თვისებას, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.